მოგესალმებით უხეში ბოქსიდან ჩვენ ვიმყოფებით თეგეტა მოტორში და თქვენ უყურებთ უხეში პროექტის ვიდეოს. დღევანდელ ვიდეოში გავაერთიანეთ ორი პროექტი. როგორც ხედავთ, ჩვენი ფურგონი უხეში ფურგონი და რა თქმა უნდა პირანია დასრულებული. ანუ იგივე Subaru BRZ, რომელიც უკვე დასრულებულია. მოდი დავიწყოთ ამ ავტომობილით. დღეს მოვიდით რაღაცეები შევცვალოთ. ვიმყოფებით თეგეტა მოტორში და ჩვენ ულამაზეს ბოქსში, სადაც ვიყენებთ ხოლმე ამ სივრცეს, რომ შევაკეთოთ ჩვენი ავტომობილები. და დღეს რა თქმა უნდა შემოვაგორეთ ჩვენი M3 ფურგონი და თითქმის დასრულებულია. ეს ვიდეო დიდხანს რო არ galodinot, შუალედური ვიდეო დავდეთ, იმიტომ რომ ამ მანქანაზე კიდე რაღაცეები გვაქვს დარჩენილი, კოსმეტიკური სამუშაოები, უნდა გავაშაოთ ესკანტები. უნდა შევცვალოთ დისკები, უნდა გადავაკრათ ფერი შევცვალოთ და ერთი სიტყვით ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი წინ, მაგრამ აქ ყველაფერს რო არ ელოდოთ დღევანდელ ვიდეოში ამ ორი პროექტის ერთობლიობა გვინდა რომ შემოგთავაზოთ. უკვე ხედავთ რომ რაღაცეები აყენია, ყველა რასაც ველოდებოდ ზუსტად ისენი აყენია, ანუ უკანა კრილოებიდან მინდა დავიწყო, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ავტომობილზე რომ გაგვეკეთებინა ერთ-ერთი, ყველაზე რთულია ერთ-ერთი და აი ეს უკანა მთელი სილამაზე რაც აქვს M-ს გაბერილი კრილოები, უკანაც მოგვიწია ამ კრილოების მიკერება. აი ესე ლამაზად ყველაფერი გაკეთებული, ზის უკვე ისე როგორც უნდა იყოს თავის ადგილას. ასევე ბამპერი, ანუ ვისაც მოგეწონებათ ეს პროექტი, ან საომალოდ გინდათ რომ გააკეთოთ ესეთი პროექტი, ან იდეაში გქონდათ ჩვენამდე, მაგრამ ჯერ ვერ განახორციელეთ და ვერ გააკეთეთ, აქ უხეშ ტესტ-დრაივზე შეგიძლია შპარგალკად გამოიყენოთ ჩვენი ვიდეო და დააკოპიროთ ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს ბამპერიც, ჩვეულებრივი ბამპერი, ანუ ზედა, რაც ამ ავტომობილს თავიდან მოყვა და ქვედა არის უკვე M3-ის ბამპერი. აი ესე ზოლზე მთლიანად მოჭრილია. აი ესეთი თავისი შეჭრები ჭირდებოდა რომ ფორმა გაიმეორეს, ზევიდან კრილოც, აი ეს კრილოც M3-დან გადმოტანილია და მთლიანობაში გამოვიდა აი ესეთი ულამაზესი უკანავი. ეს ყველაფერი მორგებულია უკვე რო გვენახა, როგორ გამოვიდა, ან როგორ დაზაზორდა, თავის ადგილას არის თუ არა, კიდე რაღაც მოჭრა ჭირდება თუ არა და ამის შემდეგი ეტაპი არის უკვე სამღებრო სამუშაოები. აქ უნდა გასწორდეს ყველაფერი, შელამაზდეს და ნუ იდეალურად უნდა იყოს უკვე საბოლოო ვერსიაზე, რომ ან შეიღებოს, ან ფირი გადავაგრათ. როგორც ამ პროექტში ვიძახდი ხოლმე, კიდე ბევრი რაღაცეები უნდა დავაკანოთ ამ მანქანაზე, რა თქმა უნდა, ტუჩი, დისკი, რაღაც გაშავება ვამბობდი, ფერი შეცვლას ვიძახდი და ასე შემდეგ, რომ უფრო ლამაზი იყოს, უფრო უხეში და უფრო ელეგანტური. აქედან გამომდინარე, ეგ ნაწილები ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ჯერ არ ვაყენებთ, იმიტომ რომ გვინდა რომ საბოლოო ეფექტისთვის მოგამზადოთ. აი დისკებიც აქ გვაქვს და დავასპოილეროთ, მოდი დისკები ვანახოთ. აი ესეთი. აი ესეთი. ნაწრთობი UTD-ს დისკები გვაქვს. როცა მორჩება ეს მანქანა და ბოლო უკვე ეს დისკები რო დაჭირდება რომ მივაყენოთ, ზევით მე მოცანცარდებით ისევ თეგეტა მოტორში მოვალთ და Bridgestone-ის საბურავებსაც გადავარტყავთ და იქნება გადატენილი ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე. ანუ მეც ველოდები, არ გეგონოთ რომ მარტო თქვენ ველოდებით ამ მანქანის დასრულებას, ჩვენც ერთი სული გვაქვს, როდის დავამთავრეთ. ამას რა საბოლოო ეფექტით ჩვენც დავტყვეთ. აქედან ჩვენ წავალთ უკვე ისევ DTM-ში რომ სალონი დავასრულოთ, ანუ ავაწყოთ თავიდან ბოლომდე და მაგის შემდეგ უკვე მომდევნო სერიაში ნახავთ თუ როგორ შეიღებება, როგორ დავაკენებთ ამ დისკებს, როგორ გადავაკრავთ ფირს და ასე შემდეგ, რაც დარჩენილი არის, რომ ავტომობილი 100%-ით დავასრულოთ. ეხლა რატო ვარ თეგეტა მოტორში? ჩვენ ნაწილები ქონდა შეკვეთილი, ასევე ხუნდების გამოსვლა გვინდა უკანასო დავაკენოთ ახალი ხუნდები. და ზუსტად მაგიტომ მოვედით აქ ჩვენ ულამაზეს ბოქსში, აი უხეში და თეგეტა. ულამაზეს ბოქსში, იმიტომ მოვედით, რომ ეს ყველაფერი დავაკენოთ ამ მანქანაზე. თქვენ გახსოვთ, რომ წინა ხუნდები შევცვალთ, ატე დავაკენეთ. აქ გვაქვს ახლა უკანა ხუნდები, აი ატე აგერ არის. გავიარეთ, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უკანა ხუნდები შეგვეცვალა. იქ დაგვიკომენტარეს წინა ვიდეოში, რომ ჯერო ხუნდებიო ბოლომდე დამჯდარი არ არის და რატო შეცვალოთ. ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ცუდი ხუნდი ეყენოს, ან ვარიანტებს ჩამოვთვლი. ეხლა შეიძლება ცუდი ხუნდი იყოს, ხმა კონდეს, არ ამუხრუჭებდეს ისე როგორც საჭიროა, გადანახურები იყოს, ვიღაცამ თუ აბრუნაოთ და შეიძლება ის ხუნდი დაწვა და მეერე უნდა აშლიფოვკო, იმიტომ რომ აღარ იჭერს. ჩვენ მოვედით, რომ პირდაპირ დავაკენოთ უკანაც ახალი ხუნდები, ატე, რაც წინ გვიყენია. დავაკენებთ ამას, რომელიც გადახურებასაც უძლებს. კარგი მუხრუჭის აქვს, არც ხმაურიანი არ არის, არც წრიპინებს და ერთი სიტყვით კმაყოფილები ვართ და წინა ვიდეოშიც და არა მხოლოდ წინა ვიდეოში სულ ვიძახ ხოლმე, რომ ჩვენ მანქანაზე ატეს ხუნდებს ძალიან ხშირად ვიყენებთ. ანუ თითქმის სულ მაგას ვაყენებთ, როდესაც შესაძლებელი ხდება ხუნდები. ერთი სიტყვით, უკანა ხუნდებიც აქ არის, ასევე შეკვეთილი ქონდა ნაწილები, ეს ორივე არის ბალიშები, ძრავის პადმატრონებს რო ვეძახით ხოლმე ეგენია და
ესეც ხიდის რეზინა არის, რომელიც უნდა ჩავაყენოთ და ახალი ქონდეს. იმიტომ რომ ჩვენც ახლა მოდი ვაღიაროთ, ჩვენც არ ვაკლებთ M-ებს და არა M-ებს, სპორტულ ავტომობილებს. უხეშ ტარებას. ამიტომ კარგი ხუნდები გჭირდებოდა, თავიდან ბოლომდე რომ გამართული იყოს სავალი ნაწილიც და ზოგადად ყველაფერიო თავის ადგილას იდგეს და ძრავი რო არ ჩამოვარდეს იქიდან, ყველა ნაწილი რაშიც ეჭვი გვეპარებოდა, შევიძინეთ, აქ არის დავაყენებთ და იქნება ბოლომდე გამართული. Რა თქმა უნდა, ეს ტესტები და ჩვენი გამოცდები არ დამთავრდება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილია, როდის რა გაუფუჭდება, ან შეიძლება სუსტი წერტილი სად გქონდეს, მეორედ ავტომობილს არავინ არ იცის, ამიტომ რასაც მივაგენეთ, იმას ყველაფერს ვთქვით. თუ სამომავლოდ მე რაღაცეები გამოჩნდება, მაგებსაც რა თქმა უნდა, შევწვით, რომ იდეალურობამდე მივიყვანოთ ეს ავტომობილი. ეხლა უკვე დროა დაუძახოთ მექანიკოს, რომ დაგვიყენოს ეს ნაწილები, მაგრამ თქვენ არ მოიწყნოთ, ეხლა მივდივართ BRZ-თან, FRS-თან, GT86-თან, უბრალოდ პირანიასთან, რომელიც დასრულებულია, გველოდება გალამაზებული. მივიდეთ, დავათვალიეროთ, როგორი გამოვიდა ჩვენი პირანია, უხეში პატარა დრიფტკარი და მერე დაუბრუნდებით ისევ ამ ავტომობილს, მაგრამ დღეს კვამლი უნდა შემოვთავაზოთ აუცილებლად ამ ვიდეოში. ვიციო დიდი ხანი გავლოდინეთ, მაგრამ მიყვარს ხოლმე რომ ეს სიურპრიზად იდეალური და დასრულებული პროექტი შემოგთავაზოთ ხოლმე. ოფიციალურად ეს მანქანა არის უკვე დასრულებული. ესეთი იერსახი აქვს, რომელიც გაკეთდა ლუქს ავტოში. მოკლედ იყო რაღაცეები დარჩენილი, ვიზუალს რო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ვიზუალს ჭირდებოდა დასრულება. ასევე დინოზე იყო მისაყვანი ეს მანქანა, დაგვენასტროიკებინა ბოლომდე. ასევე სავალი ნაწილი უნდა გაგვესწორებინა, რაზვალს ხარჯზენია სასაც ვეძახთით და ეს ყველაფერი მერე გაგვეტესტა. ეგ ყველაფერი ვქენი, გავაკეთე და დასრულებულია დღევანდელ ვიდეოში დრიფტსაც კი შემოგთავაზებთ. ვინაიდან თქვენ ახლა ამ მანქანას გარედან უყურებთ, მოდი ვილაპარაკოთ ლუქს ავტოზე. ჩემი მიზანი იყო, რომ ყოფილიყო ეს მანქანა განსხვავებული, ლამაზი და რაც მთავარია მარტივი. მარტივში იგულისხმება ის, რომ დრიფტკარი ცოტა ისეთი მაზალო რაღაცა, მურტალია ძალიან, იმიტომ რომ დრიფტკარი რო გიფუჭდება, მე ის ფილმი უნდა შეცვალო, რომ ისევ თავისი იერსახე დაუბრუნო. ამიტომ მინდოდა რომ რაღაც მინიმალისტური ყოფილიყო, მაგრამ ამავდროულად ლამაზი და განსხვავებული. სხვათა შორის ეგ რთულია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებულ დიზაინს რო აკეთებ, აი როგორც მაგალითად პირველად მუსტანგის დიზაინი გავაკეთე, მე რთულია იმ დეფექტების ჩასწორება. აი თუ გატეხე სიტყვა წინა ბამპერია, რაღაცა დაგიზიანდა კარებთან, მე ამხელა ფირების ამოჭრა, დაბეჭდა და ჩალიჩი ზევიდან სპონსორების დაწერა, ანუ ცოტა რთულია ხოლმე. ამიტომ უფრო მარტივი დიზაინი ჭირდებოდა, რაც უკვე იყო დაახლოებით მუსტანგის მეორე ვერსია, წითელი და ძალიან მომწონდა. თან მით უმეტეს წითელი შავში ეს ჩემი უსაყვარლესი ფერებია და ყველაფერს წითელ შავში ვაკეთებ ხოლმე. ამიტომ რაღაც წარმოდგენა მქონდა, ინსპირაცია უკვე საკუთარი წინა პროექტიდან მქონდა და ზუსტად ეგ გადმოვიტანეთ აქ. რაღაცები ჩავამატეთ, მაგრამ ძალიან არ გაგვირთულებია. ესე იგი, გავაკეთეთ ისევ წითელ შავში, თუმცა დაემატა აქ ესეთი ანტრაციდის, ანუ რუხი ფერი დაემატა. მოკლედ თენგომ ესე ჩემთან ერთად ეს გავაკეთეთ, ეს დიზაინი შევარჩიეთ, სათითაოდ ხელით ვაწყობდით ამ ყველაფერს ლუქს ავტოში, რომ გამოსულიყო ის, რასაც ახლა უყურებთ.
ეს არის ყველაფერი ხელით, ჩვენი ინტერპრეტაციით, არაფერი დიზაინი არ აგვიღია, რაღაც არ დაგვიკოპირებია, ჩვენით გავაკეთეთ. ესე იგი, თავისი ქარხნული შავი ფერი, მერე ანტრაციტი რუხი, მერე შავი მატი და რა თქმა უნდა, წითელი დომინირებს. აი, წითელი უნდა ყოფილიყო. მანქანა მინდოდა რომ რო შეხედავ წითელი ყოფილიყო. და მუსტანგზეც ძალიან მომწონდა და ამ მანქანასაც ძალიან მოუხდა. საავტომობილო ფირითა გამიკეთეს ეს ყველაფერი და ანუ მოხსნა თუ დამჭირდება ჩანაცვლება, ის დიზაინს შედარებით მარტივია და ნუ ეს ფირიც ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩავანას ახალი იგივე ფერის ფირით. მოკლედ, ეს ეხა სპეციფიური საქმე არის, დრიფტ კარები და რაღაცეები ყველა ესე არ ფუთავს ავტომობილებს, ანუ ესე დიზაინში. მთავარი რაც არის ლუქს ავტოში, რაც უნდა იცოდეთ, ეს არის დამცავი ფირები. რა თქმა უნდა, მანქანების გადაკვრა და ფერის შეცვლა პრობლემა არ არის. Hexis-ის საუკეთესო ფირებით აკრავენ ავტომობილებს, ასევე დამცავი ფირები, რომელიც იდეალური არის, ჭირდება უფრო აკრავენ ხოლმე ხშირად იყენებენ ხოლმე აი ცენტრიდან რომ მანქანები გამოყავთ, რომ ის ახალი საღებავი, სულ ახალი ნოლი გარბენით მანქანები რო ყავთ, რომ არ დაუზიანდეთ შორგზაზე კენჭები, ნაკაწრები, გასმა, ანუ გასმასაც უძლებს ეგ ყველაფერი. ნუ ეხლა არ უნდა შეახეთქო ეხლა კედელზე და ვიღაცამ თუ შუაზე გაგჭირა, უკვე მაგას არ დამცავი ფირი არ უშველეს და არაფერი. ამიტომ შეგახსენეთ, მაგ ფირებს Hexis-ის ფრანგული ბრენდია, 10 წლიანი გარანტია აქვს. 10 წლიანი გარანტია აქვს. თუ გინდათ ავტომობილზე საღებავის შენარჩუნება, შეგიძლიათ დამცავი ფირი გადააკრათ ლუქს ავტოში ხარისხიანად, ასევე ფერის შეცვლა თუ გინდათ, აი თუ მოგბეზდა თქვენი ავტომობილის ფერი და ნუ გინდათ რომ აი სხვა ფერი იყოს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ევროპული, ანუ ფრანგული ფირით შეცვალოთ თქვენი ავტომობილის ფერი. ეხლა შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ მეორე საკითხზე, ეს არის ნასტროიკა, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა. მივმართე მაქსიმეს, გეტყვით რატომ მივმართე მაქსიმეს, გამოცდილება აქვს ამ ძრავებთან და კონკრეტულად დრიფტში ვინც იღებს მონაწილეობას, ძალიან ბევრი მანქანა ყავს გაკეთებული, ეს 5-დან 0-ები და Mercedes 8 ცილინდრიანები. მით უმეტეს დრიფტი სპეციფიურია, იქ უკვე პრაქტიკა გროვდება, ყველაფერს სჭირდება პრაქტიკა და ნუ ძალიან კარგად აკეთებს ამ Mercedes-ის ძრავს. არა მხოლოდ Mercedes-ის მაგრამ მე კონკრეტულად ეს ვჭირდებოდა რომ დამენასტროიკებინა. ვიტყუეთ ყველასთვის ცნობილი GT Performance-ის, ანუ ნოდოსთან მივედი და ისდინო გვატყუა რომ ჩვენ დაგვენასტროიკებინა, გაგვემართა ეს ავტომობილი და მაქსიმემ შებერა უკვე და ნუ საკაიფოდ ყველაფერი, ცოტა ცხენიც მოუმატეთ, გავასწორეთ ყველაფერი, ვოზდუხამერი გლამდები რაღაცები გავხმა როგორც საჭირო, რაც არ გვჭირდება დრიფტზე და რაც მინუსია მანქანის, ყველა ჩაჭერაზე ვოზდუხამერი რო ფუჭდება, ყველანაირად გადამყვა და ესა და ისე რომ რაც შეიძლება პრაქტიკული იყოს ეს მანქანა. ჩემი მოთხოვნა იყო რომ არ მინდა ბოლომდე გაწურვა ძრავის და ცხენებს სათითაოდ არ დავსდევ, იმიტომ რომ ეს მანქანა ის არ არის რაც მუსტანგი, მუსტანგზე კიდე რაღაცეები მეტი ცხენი მინდოდა და 700 ცხენი და ნოდოს უთხარი მოაყარე ცხენები. აქ არა, აქ მინდოდა პრაქტიკულობა, რაც უფრო მარტივია მანქანა, ის ცხენები უკვე პლუს 10, 15, 20 ცხენი არაფერს არ მიწვევდა და მთავარია ყოფილიყო ჩაკუჩივით, ანუ სულ უნდა მუშაობდეს და რაც შეიძლება სტაბილური იყოს ეს ავტომობილი. მოკლედ დამინასტროიკა, ყველაფერი კარგი შედეგი მივიღეთ, ყველაფერმა იდეალურად ჩაია, იქ ცოტა პოპკორნების მივაყარეთ, ცოტა ცეცხლები გაყაროს და მთლიანობაში დასრულდა ეს ავტომობილი. რა თქმა უნდა, აღწერაში დავტოვებ ლინკებს, ყველაფერს რასაც ვახსენებ, ეს ნასტროიკა იქნება, დინო იქნება, ფირის გადაკვრა იქნება თუ ნებისმიერი სავალის გასწორება იქნება თუ რა იქნება, ყველაფერს აღწერაში დავტოვებ. ერთი სიტყვით ძალიან მიხარია თქვენთან ერთად, რომ ეს ავტომობილი დასასრულს მივუახლოვ და რა თქმა უნდა სპონსორების სტიკერების დაეკრება, ახლა შევარჩეთ მაგ ლოგოებს დავაკრავთ წინ, ეს ავტომობილი და ნებისმიერი ჩვენ სპორტული მანქანა, ვალონის ხვირი უკვე ხალხმა იცის, რომ რაღაც სისასტიკე მოყვება უკან თუ ხედავ მანქანას. ვალონიზეს გეტყვით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ სპორტულში და არასპორტულ ავტომობილში გვისხია ვალონი. ერთი რაღაც გაითვალისწინეთ, მთავარია სწორად შეარჩიოთ ზეთი, ანუ დაშვება. იმიტომ რომ, ამაში საერთოდ სხვა დაშვები თუ ასხავ, იმიტომ რომ ამის ერთადერთი დანიშნულება არის და ზოგადად ჩვენი სპორტული მანქანების ერთადერთი დანიშნულებაა, რომ ვიგაზაოთ და საერთოდ სხვა სპორტულზეც ვასხავთ და ის მანქანები, რომელთაც გადავაადგილდებით ქალაქში, იმაში საერთოდ სხვა დაშვები ზეც ვასხავთ. მაგრამ ყველგან ვასხავთ ვალონს, ეგეც გაითვალისწინეთ. ამაში ეხა რეისინგი 550-ზე ვამუშავებ ამ ძრავს, ასევე მუსტანგში 550-ს ვასხავდი, კონკრეტულად რეისინგზეც ვასხავ, იმიტომ რომ ამ მანქანით ქალაქში და საკატაოდ არ დავდივარ, ტრეკზე ჩავყავს, ვაცხელებთ, იმ ტემპერატურაზე ადის, რომ იყოს მუშა, ანუ ბაეო იმ მდგომარეობაში, რომ იყოს გადატენილი და მერე უკვე ვენდობით ხოლმე მაგზეს და ვაგაზავე და ბრუნვით ახომეც ვიმტრობთ ხოლმე მუხზე და ზუსტად მაგისთვის არის რომ ეგრე თუ აბუჩად იგდებ მანქანას ამცირებ და დედას
ტრეკზე აუცილებლად საჭირო ზეთი უნდა გესხას თავისი სპეციალური დაშვებით. ეგეც გაითვალისწინეთ, თუ მაინც და მაინც ვალვონის არასხოთ, მაინც გაითვალისწინეთ, რომ დაშვება, რისთვისაც იყენებთ იმ ავტომობილს, ის დაშვება ჩაასხათ. მაგრამ ჩვენ ვინც გვიყურებთ, იცით, რომ ყველა ავტომობილში წლების მანძილზე 8 წელია უკვე ვალვონის, აი ყველანაირად გავტესტეთ და რა ვიცი, ქება დიდებას აღარ დავიწყებთ. ვინც იცის, იცის. ეხლა კიდევ ერთხელ მინდა შიგნიდან განახოთ ჩემი სამუშაო ოფისი, იმიტომ რომ ამაზე ეხლა ტესტ-დრაივი რა თქმა უნდა არ გამოვა, ამაზე მაქსიმუმ დრიფტი და შეგახედოთ თუ რა გაკეთა. ეხლა ამას ყველაფერი ამოცლილი აქვს, მინდა განახოთ რაც არ აქვს ქარხნად და რაც ჩაუყენე, კიდევ ერთხელ სალონი დასრულებული გავიაროთ. აი ესე გამოიყურება ჩემი ავტომობილის დრიფტ ქარის ინტერიერი. ტორპედო დავტოვე თავისი, იმიტომ რომ ქარხუნი ტორპედო სხვათა შორის მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ ქარხუნი მაინც ლამაზად თავის სიმეტრიას იმეორებს და ერთი სიტყვით ვეცადე რომ აი ამ დუგებთან ერთად რამენერად ეს ტორპედო დამეტოვებინა. პლუს მაგას შოთამ იწვალა, აი ყველანაირად კუსტარულად არის შიგნიდან ეს ტორპედო აწყობილი, ამ სამაგრები რომ აი ამ დუგებში ჩაგვეტენა და არ გადამეჭრა შუაზე. მოგეთ ამ მანქანაზე რასაც უყურებთ, აი მორგება, აი ბამპერი იქნება, კაპოტი იქნება, კრილოები იქნება და აწყობა თავისი სპოილერით. ჩემი მეგობარი შოთა სულ ახსენებ ხოლმე მუსტანგის ვიდეოშიც, აი ბევრჯერ ვახსენე და არა მხოლოდ მუსტანგის ვიდეოში, აი დაზაზორება, აწყობა, გაკეთება, აი ეს შუშები, ეს რკინა, ყველაფერი არის მისი მორგებული და აი ეს სავარძლების ჩაყენება იქნებოდა თუ აი ამ სამაგრი პატარა მონიტორი რომ აქ მაგაზეს ვიღადავებ, ყველაფერი არის შოთას აწყობილი. აი ეს თავისი ტუმბლერებით ყველაფრით. მოკლედ, მიუმართე როგორ ხერხს. ვინაიდან ეს არის შედარებით გასართობი, არ დავსდევ თითო კილოს ამ მანქანაზე და მინდოდა რომ სხვაებიც გამეკატავებინა ამ მანქანით, მუსტანგიდან განსხვავებით, უფრო სამოყვარულო იერსახე შევძინესავით ამ მანქანას. ნუ დანიშნულებაც უფრო ეგეთია, ვიდრე მუსტანგის, რომელიც აი რავი, საბრძოლო მდგომარეობაშია. ბაივოი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ხალხი მარტივად რომ ჩააჯდეს და მარტივად რომ გადმოვიდეს და მარტივად შეიკრას ღვედები, აქეთ ხარეს დავაყენე ჩვეულებრივი უმარტივესი პრინციპით ღვედი, ესეც top speed-ია ნაყიდი რა თქმა უნდა, აქეთ უკვე ომოლოგირებული სპეციალური ძვირიანი, აი ამ ღვედში მივეცი თუ სწორად მახსოვს 700 არის თუ რაღაც ეგეთი. ასევე ომოლოგირებული სპორტული ნამდვილი კარგი სკამი მიყენია აქ. ანუ ნაღდი ორიგინალები არის. ბერკეტი სიჩქარების შორტშიფტერი, ესეც მინდა გითხრათ, ბევრი არაფერი არა, ამიტომ დიდ დროს არ წაგართმევთ. რაც საჭირო არის ყველაფერი, ეს ლამაზი, ესეთი აი თლიანი ბერკეტი, შორტშიფტერი, მოკლე გადართვები რო აქვს. ეს ულამაზესი ხელის მუხრუჭი, რატომღაც პირველად ვიყიდე ესეთი და ძალიან მომეწონა ამ მანქანას უხდება. საჭე აი ეს ტუმბლერები ყველაფერი ჩავაყენე top speed-ში ვიყიდე და რა მინდა ვთქვა კიდე top speed-ზე. ბევრჯერ ვიძახი ხოლმე და ვახსენებ, top speed-ში იყიდება როგორც ორიგინალი ძვირიანი და ნაღდი, აი ორიგინალს რასაც ვეძახით ხოლმე, ასევე შედარებით იაფასიანი რაღაცეებიც და თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე და ბიუჯეტიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ ძალიან მარტივად, როგორი გინდათ. თუ მაგალითად პროფესიონალურ სპორტში ხარ და გინდა რომ უსაფრთხოდ პიკზე ყავდეს აყვანი ყველაზე ხარისხიანი ნაწილები, კი ბატონო, მიბრძანდები აქვთ. თუ გინდა შედარებით სამოყვარულო დონეზე, მაგალითად როგორიც არის აქეთ აგვედი, შეგიძლიათ მიხვიდეთ იმის მეოთხე თვაში შეიძენთ ესეთ ნაწილებს. ამიტომ ესეც top speed-ში არის, ეს არის შუშის გასატეხი და ღვედის საჭრელი. რავი, რაღაც ღმერთმა დაიფაროს ეს გამოადგეს, ანუ დაჭირდეს უпростоრად ვინმეს, მაგრამ ვინისობა ავარიაში მოყევი და ღვედი გაიჭედა რატომღაც, აი ხო შენ ყველაფერი მოხდეს. ამითი უკვე ღვედს გადაიჭრი და გამოძრები და უშველი შენ თავს. აბა ეხა -1 სარიშვილი ვისაწყობს, ამიტომ ეს ჯობია იყოს. ჯობია იყოს და არ დაგჭირდეს, ვიდრე დაგჭირდეს და არ კონდეს. ოქროსიტყვა ჩაიწერეთ. ასევე განათებები, ეს ხო იცით, მევასება რა სტილნად მოძრაობა და ღამის დრიფტები და პიზდეცები, ეგ ასწორ წითელი განათება ხომ მიყენია ფარებზე წინ. ასევე აი ეს ტუმბლერები ალანამ ელექტროობა რაც დაჭირდა, ყველაფერი გამისწორა ისე რომ აი ამ ტუმბლერებით მართავ ყველაფერს. ფარების ანთება იქნება, ვენტილატორის ჩართვა იქნება, შიდა განათება იქნება, აქეთ წითელი, აქეთ თეთრი, GoPro სამაგრი და ალანამ ყველაფერი სათითაოდ გამოიყვანა ეს ტუმბლერები და მოკლედ აი მართლა გადატენილი მანქანა გამოვიდა თავის აი დუგები შეღებილი და ანუ პროფესიონალური არის ერთ-ერთი რო ვიძახომე ოდნავ ბიუჯეტური გავაკეთებთ იმას ნიშნავს რომ ძრავიდან გამომდინარე ვინაიდან ეს არა 700 ძალიანი ძრავი მაგაში რაღაც ეკონომია გავაკეთეთ თორე რა დაждაო კითხულობს ხო არ ემთხვი მოკლედ 25-დან 30000 დოლარამდე დაждდა აი კონკრეტულად ბოლოს უკვე ირევა ხოლმე ციფრები მაგრამ უეჭველი 25 დაждდა მაგრამ 30-მდე არის 30-ს არ გასცემა პირდაპირ ვიძახი 30-ს არ გასცემა რაც არის ძალიან კარგი თანხა და გეტყვით რატომ
თქვენ შეგიძლიათ უფრო იაფად გააკეთოთ, თუ რაღაცებს თუ გამოუაკლოთ, მაინც და მაინც ესეც ავარძებს ბოდიკის თუ არ დააყენებთ და არ გადუგავთ სამოყვარულოდ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ნახევარ ფასამდეც კი დაიყვანოთ, მაგრამ ეს ავტომობილი რეალურად არის აღჭურვილი ისე რომ არის პროფესიონალური შეჯიბრებებში შემიძლია ნებისმიერში მივიღო მონაწილეობა, სადაც ნუ ეხა დრიფტია და აი აღმართის დაძლევები და რაღაცეები, ეს მანქანა მიიღებს უფლებას რომ გავიდე ეგეთ ღონისძიებებზე და ეგეთ შეჯიბრებებზე, რაც ძალიან კარგია. ვისაც პროფესიონალური დრიფტი ან ავტოსპორტი არ აინტერესებს, ბევრად იაფად შეუძლია აწყოს ავტომობილი. ნუ რაღაცას მოიკლებს, ცოტა ვიზუალს, ცოტა ტექნიკურ მხარეს და რაღაცა გამბოა. ეს კონკრეტული დაждდა 25-დან 30000 დოლარამდე. და კიდევ ერთი ძალიან მარტივი მაჩვენებლების დაფა მაქვს, აი უმარტივესი სპეციალურად ვინახავდი აი ამ ვიდეოსთვის, აი მეთქი ხელი არ დაადო, მოგატეხავთ თითებს მეთქი. აი ეს დავტოვე რომ აკამეც რა ჩემი მენა კარყნუჯო, ეგ არის. ესე იგი, ეს არის ყველაზე იაფიანი, ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი გადაწყვეტილება, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს არის თემუზე ნაყიდი კი არ მოგესმოთ, თემუზე ნაყიდი მაჩვენებლების დაფა, რომელსაც უამრავი რეჟიმი, GPS-ით აქვს სპიდომეტრი, ობედედან ჩვენ შეერთებ. იღებ მონაცემებს, ტემპერატურა გინდა თუ რა გინდა, ნებისმიერ ტახომეტრი, სპიდომეტრი, ტემპერატურები და ანუ ობედე რის საშუალებასაც გაძლევს ჩვენ ქართულ მანქანაში, ზუსტად იმას გაჩვენებს ეს მაჩვენებლების დაფაც. მეტი აკრან იმენა თაჩია 150 ლარა რა ძმაო შეიძლება მეტი გადავიხადე მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ლარებში ვლაპარაკო ნახე დიზაინი რეჟიმები რატო უნდა დამეხარჯა მილიონი 20 თემუ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს მოკლედ რო არ მოგაწყინოთ თავი მაგრამ მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა მეჩვენებინა იმიტომ ეს მაინც ახ საიდანაც არ უნდა შევხედოთ საკმაოდ დიდი თანხა დაждდა ეს ავტომობილი საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებდა ამ ავტომობილის აწყობაში მონაწილეობას ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო აი გულწრფელი მადლობა ჩემგან ვინც აი ერთი თითი მაინც დაადეთ ამ მანქანას უღრმესი მადლობა უკვე მივდივართ იმ ეტაპისკენ როცა უკვე მოქმედებაში უნდა შევხედოთ ამ ავტომობილს ლაპარაკი კაია ახსნა კარგია მაგრამ საქმეში როგორი არის თორე ხა გემოვნებას რო არ უჩივით ალბათ მიხვდებოდით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ლუქს ავტოს ესე ბოლო შტრიხი გარეცხელი გაპროგრამებული გალამაზებული აქედან წავალთ პირდაპირ ლილო არენაზე იქ მინდა გავტესტო იმიტომ ისე ტექნიკური გზა არის და თან ამ მანქანისთვის ძალა და ტრასა ერთმანეთს ძალიან კარგად შეესაბამება და ლილო არენაზე უკვე კვამში ვიხილავთ ამ ჩვენ პირანიას ოფიციალურად დასრულებულია რამოდენიმე სტიკერს გადავაკავთ სპონსორის და ეგ არის He just spend a cool 100, but you know that ain't enough. Make it rain, so don't throw it on my butt. Heard this bitch a freak, 2 girls, 1 cup. Told him slow down, baby, damn, I'm finna nut. Take it straight up out the counter, cause I like my money clean. Bad bitch, face card, always sitting on beat. I hate a nigga that be asking where you always look. Even if it's at a pistol, I can see that nigga go figure. Got a little cheddar, now my pockets got bigger. Running out of space like a bitch in some dinner. I always wanna know how I got this little figure. Now I'm fucking with a nigga. Running out of space. If you ain't talking money, baby, get up out my face. Don't never think you special, you can always be replaced. Better learn the game and let a bitch take your place. Getting money and cash my business. Bad bitches all tense like bitches. Big pimpin', never catch me slippin'. Counting up all blues, no bitches. Getting money and cash my business. Bad bitches all tense like bitches. Big pimpin', never catch me slippin'. Counting up all blues, no bitches. Counting up all blues, no bridges. Big pimpin', never catch me slippin'. Counting up all blues, no bridges. Big pimpin', never catch me slippin'. Getting money and cash my business. Bad bitches all tense like bitches. Big pimpin', never catch me slippin'. Counting up all blues, no bridges. Getting money and cash my business. Bad bitches all tense like bitches. Big pimpin', never catch me slippin'. Counting up all blues, no bridges.
ავიღეთ პაუზა საბურავები რომ შევცვალოთ, ძალიან კარგად ვერთობით. დღე მიდის იდეალურად, ამიტომაც გვაცადა რომ არ იწვიმა. ამ მონსტრს რო ხედავთ. ჩიკოს ახალი ხაფანგია, სიკვდილის მანქანა. ლილოსთვის სპეციალურად კინგისთვის და ნუ ვინთერ დრიფტი ტარდება. იმენა. ვინთერ დრიფტი ტარდება ხოლმე და აი აკაურობისთვის შეიძინა ეს მანქანა. ჩიკო, ეხა გითხარი რა სეტაპია კამ? სეტაპია ყველა ტრინოლია ძმაო და მანქანაზე ძვირიანი დუგებია შიგნით. აჰა, მანქანაზე ძვირიანი დუგები და ტრინოლი. აბუესი? სტიკერი, ნუ შეუფასებელია და ეს white body-ლარიანი რა დააყენე გითხარი ეხა რაღაცა. აუ, საკაიფოა რა, უხდება ქარხნული არ არის, კარებზეც გადადის. ლის გვაქვს? კი, ძმაო, ამას ხელი არ დაადო, არ გაიჭრა მაინც. ფიბერი, ჩამოსხმული ტრაკი წაჭრილი. კი ბატონო, ნამდვილი დრიფტ მანქანა კი, საუბრობ. კი. white body რომელიც გადმოდის კარებზე, კარები არ არის ჩამოსხმული. რომელიც white-ი არ არის. წინებიც white-ია. Narrow. წინიდან ოღონდ ზანოში არაფერი ეთქვა. უკან ერთი სტოპი სად დაგეკა? ბიჭო, ერთი სტოპი სადღაც გამძვრა რა და ვერ ვიპოვეთ რა. ზაზორებში ზის, ერთი ბაბაჩკა მქონდა და აღარა მაქვს. ჯო გიდევს, ჯო. ჯო არ მიდევს. აი, ეს ზუსტად ნახმარი ჯომიეცი ხო შეთა. შემოუეჭველი. მე უნდა ჩავდო. იმენა. ფაბდეჰოდ. კარმა არ წაიღოს. რა კარმა ბიჭო, იმენა. დანარჩენი არ ვიცი. რაცოდნაო ამორტიზატორები. შეჩემა. ჯო ეს ბიჭო განდონი შემოვახვიეთ, რომ არ იწუწაო ზეთმა. გიდრავლიკიდან ვასხავს, ცნობილია. ფუაზია, მანქანა ფუაზე ხასე. აიმენა. Manifold danger უწევს ლეპტოპზე. Danger manifold, ჰა. გვანახე ხა, გვანახე, კაცო ტრეინოლი ვიცით, როგორ დადის. ნეუკარის. ამოცხე. წიწათხოვილი ბიარზე არ დაგვიმწვია. შემი არ გაბედო, არ გაბედო. გავხეთქოთ ერთის. კაი დონატები შემოგწავოს და მე ბიარზეც დაჯექი, გახსნე. გასნია უეჭველი. ხო უნდა ვნახოთ შენი მანქანა ვარგა არ ვარგა. გასწრა ესე მე გავიწიე და თქვენ რაც გინდათ. დააძახლა მეორე, იმენა დააძახლა. შეხედე, ბიჭო, ვერ დავაკრევინე. იცოდე. ითხო უხეშია. ხო. დავკარგე, ავქნა, მაჩუკა. ეს კინგისთვის ესეთი ერთნაირი ჩაფუტები გვაქვს. აბა კეთილი იყო, ძმაო, ჩემეთა ხე შენ მაშინაში. ნუ აბრახუნებ, ბიჭო. ბიჭო, BMW-ზე შეჩეული ხოლმე. მე ჩამოიგონი დაზაზორებული კარი. არა, საკაიფოა. ო, ცოტა რუჩინიკი უნდა ჩასწორება უნდა, მაგრამ მიაკანე იქ. ეგ არის, მოკლედ ტესტი გაიარა, ჩიკოს ტესტი გაიარა, რაც თავარია. ჩიკო გატესტა იქ თავისებურები, რაღაც შენიშვნები მომცა, ცოტა ჩაასწორეო, მეც გავითვალისწინებ, ჩავასწორებ. ერთი სიტყვით გადავიდეთ თავარზე, ამდენი ხანი ვაწყობდი ამ მანქანას, დიდი დრო გავიდა და როგორი შეგრძნება დატოვა. აი, უმარტივესი სამართავია, უმარტივესთან ეს არის პირველი სეტაპით გამოვედით, აქ ანუ ფაქტობრივად ტესტი ეხა გაიარა ამ მანქანამ და ჯერჯერობით ყველაფერი თავის ადგილზეა, არაფერი არ გაფუჭებულა და არაფერი არ გამძვრალა. ერთადერთი ხელის მუხრუჭია ცოტა ჩასასწორებელი, იმიტომ რომ არ მომეწონა, უფრო ნაკლები დატვირთვა, ანუ ძალა უნდა ჭირდებოდეს, რომ ჩერდებოდეს. მაგასაც გამოვასწრებ, არაუშავს, ესე მთლიანად აწყობილ მანქანაზე რომ ჩამოდიხარ და არაფერი არ გიფუჭდება, უკვე ძალიან კარგია. კიდე ბევრი მეკითხება ხოლმე და კომენტარებში მიწერდნენ, რომ ანუ მუსტანგი რთული სამართავიაო და BRZ ალბათ უფრო მარტივიაო. კი, ეგრეა ნამდვილად მუსტანგი ბევრად რთული სამართავია, საერთოდ სხვა სტილია, ეგ მანქანა, ნუ ტარებით საერთოდ სხვანაირად დადის და ეს ბევრად მარტივია, მაგრამ
ნუ მუსტანგი ჩემთვის უნიკალური პროექტია საქართველოში, ძალიან განსხვავებული იყო და ნუ იმ მანქანას და ამ მანქანას არ შევადარებ. თუმცა ეს არის ჩუსტივით, აი სადაც გაიქნევ, ზუსტად იქით მიდის. აი რულს სადაც გაუშვებ, ანუ სადაც მიუშვებ მანქანას, ზუსტად იქ მიდის პატარა ცოფიანი ძაღლივით და მაგიტომაც შევარქვით პირანი ამას, რომ უყურებ დასრულებული ეს დაჭყეტილი თვალები როა გაბრაზებული პატარა თევს გავს პირანიას, რომელიც არის ძალიან აგრესიული. კმაყოფილი ვარ, ერთი სიტყვით პროექტი შედგა, კიდევ ერთი ახალი უხეში დრიფტკარი ყავს, უხეში არხს და ნუ რა კომენტარებში დაწერეთ მოგეწონა თუ არა სიარულიც და რა თქმა უნდა ამ ავტომობილის ვიზუალი და დიზაინი. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, სამომავლო თუ ნახავთ, დრო გვიჩვენებს შეჯიბრებებში მივიღებ მონაწილეობას თუ არ მივიღებ მონაწილეობას, თუ მივიღებ მონაწილეობას ეს მანქანა იქნება ამ ადგილისთვის, ლილუ არენაზე King of Street-ი ტარდება და ეს ძრავი და ეს ეტაპი, ნუ ჩხაროსნულ გზებს ვერ მოუხდება. თუმცა აქ არის, აი როგორც წყალში თევზი ზუსტად ისია ეს. მოკლედ, ბეჭედი დავარტყით, უხეში მანქანა დაგვემატა. ეხლა დროა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ უხეშ ფურგონს, რომელზეც უკვე მუშაობენ ბიჭები DTM-ში და ეკიდან უკვე მითხეს, რომ თითქმის დავამთავროთ. ამიტომ დავაბინაოთ ეს მანქანა. ჩიკოს მანქანაც გავიყვანოთ, მოუწესრიგდეთ, ცოტა რაღაც თმა გავისწორო, დავივარცხოთ, ხო, პარიატკაში ბევრი ჯო დავკიდოთ ავტომობილში, იმიტომ რომ სუკვამლის სუნია და დამწვარი ზეთის სუნია, გადამამუშავებელი ქარხანებია ეს მანქანების ზეთის და საბურავების, ამიტომ ცოტა უნდა მოუწესრიგდეთ და შევბეროთ უკვე DTM-ში და განახებთ თუ რა გაუკეთდა ჩვენს უხეშ ფურგონს. წავედით. ჩემი მენა. სათუ არა DTM-ში ისევ გადმოვედით აქ როგორც შეგვერდით და უკვე დასრულებული ინტერიერი უნდა განახოთ, რაც ნანახი არ გაქვთ. ანუ ეს არის საბარგული და უკანა სავარძლები. და მენა. აი ერთი ხელის მოძრაობით. თონია კაც ყველაფერი შავი, ევროპარს ჯორჯიამ რაც გამოგვიგზავნა, აი ყველაფერი აყენა, სულ გავაშავ როგორც შეგვერდით, ანუ ზუსტად ისე გაკეთა, რაც ჩანაფიქრში იყო. DTM-ში დაგვეხმარნა რომ ზუსტად ისეთი გამოსულა, უნიკალური და ერთადერთი ჯერჯერობით საქართველოში. და მოდი ბარემ აი სულ პირველ ვიდეოში რო თქვით გახსოვს ჰარმანის დინამიკებზე და სად უნდა იდეს, სად უნდა იდეს, ვაიჭერი აწყობილია და ეხა შეგიძლია კარგად ნახო. შავი ჭერი, შავი. კარგად ალბათ იქნება უფრო კარგად გამოჩნდება. უფებით. მუშაობს. კი, მუშაობს. გიო სეტკაც რო აქვს თავისი დასამაგრებლებით იგზევით, როგორ შემოგიوارდეს. ძაღლი გვაკლია. უხეში ძაღლი გვინდა რამე ისეთი. პატრონს რო არ კვენდეს, ოღონდ ეგეთი, თორე. ესენი ეს სავარძლები, ხო, ეს სავარძლები არის ემის ორიგინალი სავარძლის რა, ზურგებია მარტო დარჩენილი. ხო. როგორც მაშინ ვილაპარაკეთ, ამას ხო ჩამკეტები სხვანაირი აქვს. M3 სხვანაირად აქვს რა და მოუწიათ ბიჭებს ამის გადაკეთებას სრულად evacuality-ში. ამ ტყავები მოხსნეს და კი, ამ უნივერსალის სიდენიებს გადააკრეს თავისი მექანიზმიანად. და ფუნქციონალურადაც
როგორც ქარხნად უნდა იყოს უნივერსალში, ისე მუშაობს. აი ეს ჩამკეტი მექანიზმი და გამხსნელი, აქ როგორც ქონდა ეს ქარხნულია, დარჩენილი როგორც არის ამ კუზავზე, როგორც იყო და როგორც თქვით, ნაპა M3-ს გადმოვიდა ნაპა სალონი ამას. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. დაგჭა ის ჩონჩხები. ქიმწმენდა და ამოსუფთავება, ეხა სანამ ვიღაცამ დაგვიწერა, აი ესეთ პროექტზე ესეთ კომენტარებიც არის ხოლმე. ხო. და ტრიანი რა. აი კანტების გაშავება და ქიმწმენდა. კი, კანტებსაც, ამ კანტებსაც შეუვარდებით წელში. კოსმეტიკური სამუშაოები, ანუ ფერი შეღება, დისკების შეცვლა და რაღაცეები უკვე სულ ბოლოში გვინდა განახოთ ერთიანი ეფექტი რო იყოს და ეხა აღარ დავაყენეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს სხვადასხვა ფერი, ნუ ორ ფერშია იქ რუხია, აქეთ შავია, მე ისევ ემის კრილოები რუხია და ძველი დისკები აყენია. ფარების როგორ შეკვირდით, უკვე ერთნაირი, ნაზუსხე უკან აღარ გვაქვს. ბესო აბა წამოდით, წინ კიდე მექნება რაღაც კითხვა. წამოდით ნახოთ. მოკლედ exhibit-ი ისვენებს, სადაც ბესოა. აბა, რაღაცა luxury line-ი ჩართე ambient lighting-ი გადართე იქ. ნახე აი გზევით. აი გაიხედე, ჩართე ერთით გადაწი. აი იზვინი. ნახე. ამუანათა. ჩანს აქეთ? იქითაც არის, მაგრამ აქეთ ნახე. luxury line-იაო რო ამბობ. მართალია, მე კიდე ვიძახდი რა luxury მეთქი და აი, დადეს. ეგ სერიოზული განათებაა. პანორამა. აბა, მაკაიფეთ. M3 პანორამით პირველად საქართველოში. კი. კარბონი უნდა გადაგვეჭრა გეუბნები რა. ხო, და დაგვეკერებინა წებოთი. მოკლედ სალონი ოფიციალურად მორჩენილია, ერთადერთი ალბათ რაც იქნება, რამეს თუ დაზბროსვა დაჭირდა, რომ მოვრჩებით ყველაფერს თავის ტესტებს რომ გაივლის. ალბათ მაინც ჭირდება, ხო, როგორც კი, მე ერთი ხელი გადავავლოთ, მე ყველაფერს თვალი გადავავლოთ, ხელი შევავლოთ თუ რამეს დაჭირდება და მეტი დანარჩენი როგორც გინდა ისე ატარე და შვენიერი. ძალიან მაგარი გამოდის. მაგრამ მე რო არ ვაქო, რავი, მირჩენია კომენტარებში დაწეროთ ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა მე მაინც ემოციებში ვარ და ადრენალინი მიწევს, იმიტომ აი ამანქანას რო ხედავ უკვე დასრულებისკენ რომ მიძახ, თითქმის 99% დასრულებულია, ერთადერთი კოსმეტიკური სამუშაოები, ანუ აი ამების ბოლომდე დამუშავება და შეღება დარჩა. ოფიციალურად უკვე თითქმის გაჭრილია ლენტი, ნახევარზე უკვე მაკრატელმა მოუჭირა ლენტს, მაგრამ მაინც სანამ არ დამთავრდება ნუ იქამდე არ შემიძლია რომ რაღაცა ვიცინასთან მეტყოლა. ერთი სიტყვით ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა და აი კიდევ ერთხელ DTM-ს უღრმესი მადლობა იმისთვის რომ აი ეს ჩვენი ფანტაზია განახორციელა საქართველოში, თბილისში და უხეში არხის ტესტ-დრაივზე კიდევ ერთი ბრუტალური მანქანა შემოგვემატა და თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა ბიჭებო რომ ესეთი საინტერესო პროექტი ჯერ ხომ მოიფიქრეთ რომ გაგეკეთებინათ და მე კიდე ჩვენ რო გვანდეთ რა და დიდი მადლობა ამ dobისთვის და გაკეთებას და ხარკს რო კიდე თავი დავანებო, აი კადრი ითიშება, ხო, ეს კამერა და რო ვეუბნებოდი ბიჭებში და საუბრებში რომ მეთქი რა 2 კვირა რა 3 კვირა მეგონა ეს სასაუბრდა. ეგრე აგიხდეთ, აგერ არის დასრულებული მთელი მანქანა გადმოტანილი, ანუ გადმოსბორილია, გადმოწყობილი არის და ნუ ფაქტიურად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მანქანა თითქმის დასრულებულია. ამ ავტომობილის მომდევნო სერია იქნება უკვე ბოლო სერია. მაგ სერიაში ნახავთ უკვე ფირ გადაკრულს, დასრულებულს ბოლომდე, თავისი ტუჩი, თავისი ქიმწმენდით, თავისი კარნიზებით, ყველაფრით, რაც კი დარჩენილია, აი ამ კანტებით, გაშავებული კანტებით და ერთი სიტყვით, ყველაფერი იქნება დასრულებული. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ იმ ხალხს და იმ კომპანიას, ვინ ჩვენ გვერდში გვიდგას და ვინც ერთი პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ პროექტში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, მე ესე ვთქვი, საქართველოს ჯერ არ გაკეთებულა და ნუ ყოველთვის ჩვენ პროექტებს ესე სიამაყით გთავაზობთ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებთ. ამიტომ დალაიქეთ და აკომენტარეთ, კომენტარებს აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი და ვისაც არხი ჯერ კიდევ გამოწერილი არ გაქვს, შეგიძლიათ გამოიწეროთ და დაელოდოთ ჩვენ უმაგრეს ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენ არხზე და უყურებთ ჩვენ ვიდეოს, ჩვენ შემოგთავაზებთ უკეთეს ვიდეოს ყოველ ჯერზე. დაგემშვიდობებით, დროებით. აიშო. ცოტლენი ეგრევე. ანუ ყვა არის შეჭო. ხო, ცოტა ისა ის რო აყენია, რა ქვია. ორმოგი. ეხა ეს რუჩნიკი ჩემს ახლოს არის, აი რომ წევ, აი აქ არის. მე მგონია რომ ამ პროცესს აი არჩა. არა. ანუ მაგას ვიძახ, ძალიან კაია ყველაფერი, просто
მოგება უნდა რა.